მადლობა. დღეს ჩვენ ცოტა უცნაური თემა გვექნება. ეს არის თამადა, ოღონდ რა თქმა უნდა ვისაუბრებთ ერთ-ერთ ძალიან ცნობილ თამადაზე, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ალბათ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მაგრამ ზოგადადაც სანამ ამ თემაზე დავიწყებდეთ საუბარს კონკრეტულ პიროვნებაზე და საერთოდ როგორც თქვით კომენტარებიდან გამომდინარე უფრო მეტ აქცენტს ვაკეთებთ ხოლმე კონკრეტულ პიროვნებებზე, როდესაც რაღაც თემაზე საუბრობთ, იმიტომ რომ შესაძლოა ეს უფრო საინტერესო იყოს და მით უმეტეს რომ გასახსენებელია ეს ჩვენი ცნობილი წინაპრები. ამიტომ დაგვიკომენტარეთ, გამოთქვით თქვენი აზრებიც და პრინციპში გამოიწერეთ არხიც, ალბათ ეს უფრო გაზდის შესაძლებლობებს ჩვენი გადაცემისას. მოკლედ დღეს ჩვენი საუბრის თემაა თამადა. და ახლა თამადის ინსტიტუტი ფაქტობრივად ქართველი ერისთვის არის განუყოფელი, ასე ვთქვათ, ეთნოლოგიური, ტრადიციული, ფოლკლორული ერთ-ერთი შემადგენელი, როგორც არსებობს, თქვა, აი მაწონი არის მართლა წარმოშობით მარტო ქართული და შეიძლება ხაჭაპური, აი ესეთი და ეს არის მატერიალური კულტურის, ასე ვთქვათ, ძეგლები, საგანძურები, ხო, ტრადიციული კულინარიის, ასეთი სულიერი და ნაწილობრივ შეიძლება მატერიალური ერთ-ერთი კულტურის ძეგლი ჩვენი ერის დამახასიათებელი, იმიტომ რომ უკვე მრავალი საუკუნეა ფიქსირდება, არის თამადის ინსტიტუტი. რატო ვამბობ, რომ მრავალი საუკუნე ფიქსირდება, აი რას ვეყრდნობით? აქ მე არ დავეყრდნობი ქართველ ავტორებს, ამ შემთხვევაში მოიშველიებ ძალიან ცნობილ ევროპელ მისიონერს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა სამეგრელოში ლამბერტს და რომელიც გვიმტკიცებს და გვიყვება, რომ საქართველოში სუფრაზე არსებობდა თამადა, რომ არსებობდნენ მერიქიფეები და ძალიან საინტერესო წესიც აქვს, სხვათა შორის მოთხრობილი მე-17 საუკუნის საქართველოს აი სუფრის ტრადიციის შესახებ და გვეუბნება, რომ ეს უძველესი ტრადიციაა, როგორც მანიცის. მაგალითად ის ამბობს, რომ აი მერიქიფეები ვინც იყვნენ, ანუ ვინც ღვინოს უსხამდა და სუფრას ემსახურებოდა, შენ შემთხვევაში ესენი იყვნენ, რა თქმა უნდა, არისტოკრატები, როგორც წესი, ისინი რა თქმა უნდა ასვამდნენ და მათ სუფრის შემდეგ სუფრის წევრები დიდ პატივს მიაგებდნენ და ლამბერტის აღწერით ეს ძალიან სერიოზული შემოსავალიც კი იყო. რაც შეეხება უშუალოდ თამადას, მაგალითად ლამბერტს რაც სუფრები აქვს აღწერილი, იქ თამადა იყო სამეგრელოს ცნობილი მთავარი ლევან მეორე დადიანი. და შეიძლება დღეს ბევრ თამადას გაუკვირდეს, ლევან მეორე დადიანი არასოდეს არ სვამდა. ის ყოველთვის იყო ფხიზელი. და თამადის ფუნქცია იყო არა ის, რომ რაც შეიძლება მეტი სადღეგრძელო ეთქვა, არამედ თამადა, როგორც ლამბერტი აღწერს, მართავდა სუფრას. კერძოდ, ის მერიქიფეს ანიშნებდა, თუ ვისთვის შეევსო სასმელი და ვის უნდა ეთქვა სადღეგრძელო და გამოეთქვა თავისი აზრი. და საერთოდ აი სუფრის არქიტექტურა იყო ესე აგებული, რომ იქ დამსწრეს საზოგადოებას ერთმანეთთან ღვინის თანხლებით გაეცვალა მოსაზრებები, ისე რომ რა თქმა უნდა არ უნდა დამთვრალიყვნენ, ემჟელად, ესაუბრად და მოკლედ აი ის ატმოსფერო უნდა შექმნილიყო, რის გამოც შემდგომში ქართულ სუფრას ეძახდნენ, რომ ქართული სუფრა არის აკადემიაო, სადაც სიბნე ითქმაოდა და რა თქმა უნდა ორი მოქმედი, ასე ვთქვათ, პერსონა, თამადა და მერიქიფე ფაქტობრივად აბსოლუტურად ფხიზელი რჩებოდა. იმიტომ რომ ერთი ემსახურებოდა სუფრას, ხოლო მეორე იყო ჩვეულებრივი დირიჟორი, რეჟისორი, უბრალოდ ვიქნები თუ ვიტყვი რეჟისორი იმისა, რასაც ერქვა სუფრა და ამ შემთხვევაში რაც ლამბერტს აქვს აღწერილი ყველაზე სერიოზული სუფრები, აქ რეჟისორი იყო რა თქმა უნდა თამადა ლევან მეორე დადიანი, რომელიც ვიმეორებ ზიარებისას სვამდა მარტო ღვინოს. ფაქტობრივად საათობით იჯდა სუფრაზე და ის ღვინოს არ სვამდა. რაც შეეხება სიმღერას, სიმღერისთვის ცალკე ისინი ვინც ვეროდენ იყო გამოყოფილი, იზოს ხდნენ გვერდზე, ვინც რაც რის ხალხი ძალიან უნდა ყოფილიყო და ეს იყო ძალიან მშვენიერი ფონი მთლიანად სუფრისთვის. ანუ პერიოდულად ერთვებოდა, ასე ვთქვათ, ეს მხატვრული მხარე. ჩვენ რა თქმა უნდა ქართული სუფრის სხვა წესებიც აქვს და ამაზე თუ ინტერესი იქნება, აი მაგალითად როგორ არის საახალწლო სუფრა აღწერილი თამარ მეფის ეპოქაში, შეგვიძლია ამაზეც მოგითხროთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ახლა შევეხეთ თამადას და სმაში შეჯიბრს. და არსებობდა კიდევ სმაში შეჯიბრი, იგივე ესაც ლევან დადიანი თამადობდა, ოღონდ როგორი რამ იყო, ცალკე იყო გამოყოფილი მაგიდა, სადაც რიგში იდგნენ ადამიანები და რიგრიგობით იქ ხდებოდა მიწოდება გარკვეული გრაფიკით მათთვის სასმისის
და პირდაპირ აი ტურები იყო, რომ პირველი ტური, მეორე ტური, მესამე ტური და ვინ გაიმარჯვებდა იმ გამარჯვებულისთვის თუ სურვილი ქონდა რომ მონაწილეობა მიიღოთ, ცალკე პრიზი იყო, ასე ვთქვათ, გამოყოფილი. ოღონდ რა ხდებოდა? აი ეს ხალხი, ვინც სმაში ეჯიბრებოდა ერთმანეთს, ისინი სუფრასთან არისხდნენ. და არავითარ სადღეგრძელოებსა და მსჯელობაში მონაწილეობას არ ღებულობდნენ. ანუ ერთმანეთთან არავითარ კავშირში არ უნდა ყოფილიყო სუფრა როგორც აკადემია და მსჯელობა, სადაც ღვინოს უსხამდნენ კონკრეტულ პირებს თამადის მითითებით და ეს მხოლოდ იყო დამხმარე ატრიბუტი სადღეგრძელოს თქმის და თან დათრობამდე, როგორც კი სიმთვრალე შეერეოდა, იქ უნდა მოჭა იგზალებოდა დასხმა ღვინისა და არც სადღეგრძელოს უფლებას აღარ მისცემდნენ ასეთ ადამიანს, ხო ცალკე იყო სადაც ვისაც სურვილი ქონდა სმაში ეჯიბრებოდა ერთმანეთს და ეს ძალიან მკაფიოდ იყო გამიჯნული. და სხვა შორის მაგ პერიოდი საქართველოში ერთ-ერთი კი არა საქართველოში კი არა ალბათ მთელს კავკასიაში ყველაზე სახელგანთქმული თამადა, რა თქმა უნდა ლევან დადიანზეც უფრო სერიოზული იყო შედან ჭილაძე. ოღონდ ერთი რამ იყო, შედან ჭილაძე პარალელურად იყო ამ სმაში შეჯიბრებების ჩემპიონიც. რა თქმა უნდა, როდესაც შედან ჭილაძე თქვა სმაში ეჯიბრებოდა სხვებს, ის მაშინ არ თამადობდა, როცა თამადობდა, რა თქმა უნდა, იქ ჩემპიონატი არ იყო სმაში. უბრალოდ ამ ადამიანს ორივე შეეძლო და უნივერსალური, ასე ვთქვათ, სუფრის წევრი იყო და როგორც ჩანს, ძალიან კარგი მომღერალი და მოკლედ იუმორიზნობას და ყველაფერი რაც თქვა, აი ადამიანს, აი არტისტიზმს ძენს, სუფრას და თუნდაც სპორტულობასაც ძენს სუფრას. ამ ყველა ნიჭით აღჭურვილი იყო ეს ცნობილი იმერელი თავდის შედან ჭილაძე. სხვა შორის ძალიან საინტერესო გვარია ჭილაძეების გვარი, ორ წამს შევეხოთ. მე-17 საუკუნის მიწურულამდე ეს იყო სამეგრელოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გვარი და საჭილაოს, სამიქელაო ესეთი ტერიტორიაც არსებობდა აბაშის, ხონის რაიონისა და ნაწილობრივ ვანის რაიონის ტერიტორიებსაც მოიცავდა და გამოთქმაც იყო ღმერთო ისე გაგამრავლოს, ღმერთმა ისე გაგამრავლოს, როგორც ჭილაიას ჯოგიო მეგრულად ჭილაძე ჟღერდა როგორც ჭილაია და შემდგომში, როდესაც ძველი დადიანების, ცოტნე დადიანების შთამომავალთა გვარი დაამხეს ჩიქვანებმა და ჩიქვენები გახდნენ დადიანები, ერთ-ერთი გვარი, რომლის ძლიერებაც ამ ყველაფერს შეეწირა, იყო ჭილაძეები, ვინც დატოვა სამეგრელო და გადასახდა სხვა კუთხეებში, მერე იწერებოდნენ ჩვეულებრივად ჭილაძეებად, ოღონდ მამული დაკარგული ჰქონდათ, ხოლო ვინც სამეგრელოში დარჩა, ისინი დღესაც არსებობენ და ვიცით, არიან გვარა ჭილაიები, უბრალოდ დააზნაურდნენ, გაღარიბდნენ, იმიტომ რომ ეს მე-18 საუკუნის ბატალიები შეეხოდა, ეს კიდე ეს არეულობაში და ჩვენი ისტორიული, ალბათ საულკე საუბრის თემა და მე მოვყვებით, მაგრამ გავაგრძელოთ შედან ჭილაძეს. სხვა შორის საქართველოს ისტორიუმ ქართველმა ერმა შემოინახა ბევრი ცნობილი თამადის სახელი, აი, თუნდაც მე-20 საუკუნეში ძალიან ცნობილი ადამიანები იყვნენ, მაგალითად იყო ესეთი არქიტექტორი მიხეილ ლორთქიფანიძე კვასკა, რომელიც ხო აი ძალიან დიდი უმორი, ძალიან დიდი თქვა სმენითაც, სიმღერითაც, საუბრითაც ძალიან ცნობილი ადამიანი. იყო ესეთი პეტრე პეწია ბოკერია, მაგალითად, რომელიც მარტო ძალიან ვიწრო და ელიტარულ სუფრებზე თამადობდა. და იყო ყველასთვის ცნობილი ლიტერატორი და ძალიან ცნობილი ადამიანი, სიმონიკა სხიტლაძე და ალბათ ყველაზე მეტად აი ამ კაცის გვარი და სახელი იციან საქართველოში როგორც ცნობილი თამადის და აი იქ დავამატებდი, რომ სიმონიკა სხიტლაძე თავისი ცხოვრების ბოლო პერიოდში, ბოლო ერთი ალბათ 20 წელი არ სვამდა. ის იყო თამადა, ძალიან სერიოზული თამადა, სუფრის ორგანიზატორი და მის დასწრებია სუფრას, ეს ნებისმიერ სპექტაკლს შეიძლება ჯობდა სიმონიკა სხიტლაძეს მიერ წაყვანილი სუფრაო, მაგრამ ის პიროვნულად არ სვამდა, ის შედან ჭილაძესთან, უпросот ლევან დადიანთან ვავლებ პარალელს, მაგრამ აი შედან ჭილაძე იყო, რომელსაც სვამდა კიდევაც, თქვათ, როცა სმაში იყო შეჯიბრი და თამადობდა კიდევაც. პლუს მღეროდა სიტყვა პასუხი თავისთავად ცხადი არ ეშლებოდა და გამორჩეული იყო ყველანაირი არტისტიზმით. იმდენად ცნობილი კაცი გახდა ლევან ესა ბოდიში შედან ჭილაძე და სხვათა შორის ეს შედან ჭილაძე შეიძლება ყველას გაგვიგია, იმიტომ რომ ჩვენი პოეტების ლექსებშია მოხვედრილი, თქვათ იგივე თუ მეხსიერება არ გავატობს, ლადო ასათიანსაც უნდა ქონდეს, აი გულბაათ ჭავჭავაძე და შედან ჭილაძე, გულბაათ ჭავჭავაძეც ცნობილი თამადა იყო, ოღონდ ეს მე-19 საუკუნის და ყვების სწორედ აი შედან ჭილაძეზე შემდგომი საუკუნების პოეტები რომ ახსენებდნენ. რა მოხდა, რა არის ამ კაცთან დაკავშირებული. იმდენად სახელგანთქმული იყო მის და გამორჩეული სმით, პირველ რიგში სმით, რომ
მისმა სახელმა ჩააღწია ისპაჰანამდე, ირანის იმპერიის დედაქალაქამდე. ამ დროს ირანის მეფე იყო შაჰ სეფი, ეს არის შვილი შაჰაბაზის. და ირანში აი გაგვიკვირდება, მაგრამ ძალიან გავრცელებული იყო ღვინის სმა და ქეები და სხვათა შორის ესეთი აი დღესაც სპარსული წარმოშობის ირანელებს და ეს იწყება აქემენიანების პერიოდშიც არის აღწერილი პრინციპში ღვინის გარეშე მიუხედავად იმისა რომ მუსულმანები არიან ცხოვრება არ შეუძლიათ ძალიან გავრცელებულია იმდენად რომ აი მაგალითად ვახტანგ მე-6 შვილი წესო მე ოსმალებთან საქმე ვერ დავიჭირეო როდესაც მას ქართლში მეფობა შეთავაზეს და კოსმოლური გარნიზონი იდგა იმიტომ რომ ამათ ღვინის მაგზალული აქვს და ხინი როგორც ასეთიო და ირანელებშიო პირიქითო და თუ ჩვენ წყაროებს ჩავხედავთ ნახავთ რომ ეს იგი ირანელებისთვის ღვინის სმა და ნადიმი ჩვეულებრივ წესი იყო ოღონდ ყველა დონეზე აი ოსმალეთში ჩვენ გვაქვს შემთხვევები მაგალითად მარტო სულთნები აი მაგალითად ერთ-ერთი იყო ლოთის ზედწოდებით მაგრამ იყო სულთნები რომლებიც ასმას არ ეკარებოდნენ და ზოგადად ხა სუნიტური ისლამი არ წალობდა ასე ვთქვათ ღვინის მას, რასაც ვერ ვიტყვით ირანს. ირანი ეს ცალკე სპეციფიკა იყო. და მოკლედ ირანის შაჰმა, რომელსაც სმა უვარდა, გაიგო, რომ არსებობს ესეთი ლეგენდარული მოკეიფე და თამადა შედან ჭილაძე და ლევან მეორე დადიანს, სხვა შორის ლევან მეორე დადიანზე ცალკე გადაცემას გავაკეთებთ, მაგრამ აქ ვიტყვით, რომ ის აბსოლუტურად დამოუკიდებელი იყო არათუ ირანისგან, ოსმალეთისგანაც კი. და ცნობილი მიწარმოწერები არსებობს ოსმალეთის სულთანთან, სადაც ის ეუბნება, რომ თუ თავი არ მოგბეზრებია, მაშინ დამანებე თავი და არაფერს არ გიხდი და საერთოდ დამოუკიდებელი ვარ, იმიტომ რომ თუ შემოხვალ სამეგრელოში, პირდაპირ აქ ესეთი შეთვლილი ჩაგახშობ ჭაობში. არა და სამწუხაროდ ზუსტად ამ პერიოდში მთელი აღმოსავლეთ ამიერკავკასიაც და საკუთრივ ქარქახეთი სპარსეთის ირანის პროვინციად იყო გადაქცეული. ჩვენ ყველას გვახსოვს 1625 წელს გიორგი სააკაძემ მარტყოფის, მარაბდის ბრძოლები და მერე პარტიზანული ბრძოლების შედეგად ფაქტობრივად არმიის, პროფესიული არმიის ნახევარი გაუნადგურა შაჰაბაზს და 1626-დან 1629 წლამდე ქართლ-კახეთი ფაქტობრივად სრულად განთავისუფლებული იყო ირანის ბატონობისაგან, მაგრამ 1632 წელს ირანში დაწინაურებულმა ქართველებმა როსტომ ხან ბაგრატიონმა, როსტომ ხან სააკაძემ და კიდევ დაახლოებით 20,000-მა გამუსულმანებულმა ქართველმა ირანის დროშით მოახერხეს თბილისის აღება თეიმურაზის ქართლიდან განდევნა და როსტომ ხან ბაგრატიონის ქართლის ვალით, გურჯისტანის ვალით, ანუ ქართლის ასე ვთქვათ, ქართლში ირანის შაჰის მეფის ნაცვლად დასმა და აქედან 90 წლის განმავლობაში აღმოსავლეთ 90 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოს იურიდიულად გადაქცეული იყო ირანის პროვინციად. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ საკუთრივ საქართველოში მცხოვრებ ქართველთაგან მუსლიმი მხოლოდ ქართლის ხანები, თბილისის ხანები იგივე გურჯისტანის ვალები იყვნენ, თქვათ, როსტომი, შემდეგ ვახტანგ მე-5, გიორგი მე-11, ერეკლე პირველი ნაზარალი ხანი თუ ვახტანგ მე-6 თუ ხაიკ ხოსრო და იასე იურიდიულად აღმოსავლეთ საქართველოს ირანის პროვინცია თითულებოდა. სამეგრელო როგორც თქვით დამოუკიდებელია. და ამ დროს ირანის შაჰი, შაჰ სეფი უგზავნის წერილს ლევან დადიანს. სხვა შორის შაჰ სეფის ირანის ტახტზე გაბატონებაში როსტომ ხან ბაგრატიონს ქართლის ვალის ძალიან დიდი როლი ქონდა ნათამაშები. ფაქტობრივად გადამწყვეტი როლი. და უგზავნის უთulis რომ გავიგო მესმაო რომ თქვენთან არის ესეთი თამადა და მოკეიფე შედან ჭილაძე და ძალიან ფრიად მსურს, ძალიან მაინტერესებს მისი გაცნობა. და თხოვა რომ ეგებ გამომიგზავნო, ეგებ ჩამოვიდე ჩემთან. როგორც ლამბერტი აღწერს, ეხა მარტო ხო არ წავიდოდა და ეს რაღაცა ვთქვათ, საჭირო იყო რაღაც ქარავნები მოძრაობდა ვაჭების, ახლა მართლა ვაჭებს არ გაყვებოდა შენდა ჭილაძე და დაემთხვა რაღაც რამდენიმე თვეში, რომ დაიძრა ქარავანი ახალციხიდან ჯაყელის ქალი გაათხოვეს ირანში. ატაბაგის, ანუ ფაში რაც უკვე ახალციხის ფაშის ოჯახის წევრი ქალი გათხოვდა ირანში.
და დიდი ამალა გაიგზავნა, ასე ვთქვათ. და აქ გაყვა ამ ამალას გაყვა სწორედ შედან ჭილაძე, ჩავიდა ირანში. როგორც ირკვევა, როგორც ლამბერტი მოგვითხრობს. თავდაპირველად ჩახიმას არ შეხვედრია და გაუშვა სხვადასხვა ცნობილ მოკეიფე ირანელებთან, ასე ვთქვათ, გასასინჯად. ერთგვარ კასტინგზე. ირანშიც იმართებოდა სმაში შეჯიბრები, დიდი ლხინები, კეიფები და ასე შემდეგ. და მათ შორის ტურნირებიც სმაში. რამდენიმე თვის განმავლობაში შედან ჭილაძე სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა სახანოში მონაწილეობდა ამ სმის ტურნირებში. ეხლა რაღაც ცოტა უცნაურად ჟღერს, ვიცი, ჩვენი მაყურებლისთვის, რომ ისლამურ შიიტურ ირანში იმართებოდა სმაში შეჯიბრები. მაგრამ ეს ფაქტია, როგორც მოგვითხრობს ლამბერტი, და ყველა ტურნირი მოიგო შედან ჭილაძე. ამის შემდეგ, როდესაც დარწმუნდა შახსეფი, რომ ეს მართლა იყო, ასე ვთქვათ, ლეგენდარული მოკეიფე და შეუდარებელი, ასე ვთქვათ, მესი, რონალდო სმაში, ამის შემდეგ ხვდება, ეცნობა და რაც არის ცნობილი. რამდენიმე საათიანი დიალოგის შემდეგ შახსეფი თავის, ასე ვთქვათ, მსახურებს მისცემს ბრძანებას, რომ განაცალკევონ, მოამარაგონ სასმელით, ის და შედან ჭილაძე ცალკე, ასე ვთქვათ, დარბაზში და ხელი არ შეუშვა. და იქ იწყება სმა. ერთ-ერთზე სმა შედან ჭილაძესა და შახსეფის შორის. ეხლა იქ ყველანაირი, ასე ვთქვათ, მოწყობილობა არის, საცხოვრებლად, ანუ თავის საძინებელი ოთახების და სხვა, ვთქვათ, ყველაფერი, რომ ამ სივრცეში მათ გაძლონ, მანამ სანამ სურვილი ეკნებათ. მაგრამ გავიდა რამდენიმე თვე, დაახლოებით 6 თვე, რომ ესენი აგზელებდნენ კეიფს, ალბათ შესვენებები. სხვა შორის შედან ჭილაძე ის ტურნირები რო ქონდა მოგებული, ძალიან დიდი ჯილდოები ქონდა ამაში მიღებული, ესე იგი, აღწერილი რაც აქ ლამბერტს ესო სპილოზულის რაღაც, ვთქვათ, უნაგირები და ოქროთი მოვარაყებული და მურასა და ალმასები და ეს ალბათ არ ვიცი რამდენი მილიონი ღირსდავანდა დღეს. ხო, ძალიან დიდი ღირებულების პრიზები ქონდა ისეც მოგებული. ამ პერიოდში სხვა შორის შახსეფისთან ის რო სვამდა, ის ამ პრიზებს იმრავლებდა. შახსეფი ფეშკაშად ბევრ ამას ჩუქნიდა, უბრალოდ პრაქტიკულად ის პერიოდი შახსეფის სახელმწიფოს მართვა შეწყვეტილი აქვს, დროს ატარებს შედან ჭილაძესთან ერთად სმაში. ჩაკეტილები არიან. ნებჩვენიერ დღეს დილით იხსნება კარები და ამ შახის დარბაზიდან გამოდის შედან ჭილაძე და აუწყებს ცველებს. შახი მოკვდა. იმას, რასაც ვერ მიაღწია სიმონ მეფემ ხმლით, მანამდე მეფე ლუარსაბმა ხმლით იბრძოდა ირანთან, გიორგი სააკაძემ, ჩვენმა გურიებმა ხმლით, იმას მიაღწია შედან ჭილაძემ ჭინჭილითა და ხანძით. ირანის შახი მოკლა. ფაქტობრივად მან აიღო სისხლი 1000-ობით ქართველის. მაგრამ საოცრება რა არის აქ, რომ ამის შემდეგ შედან ჭილაძე არც იპარება, არც არსად არ გარბის. ვერც ვერავინ ბედავს მის დადანაშაულებას, იმიტომ რომ პატიოსანი შეჯიბრი იყო. ამ თავის მთელს აგანძურს, რომელიც პრიზების სახით მოიპოვა და მათ შორის მის ხელში ჩამკვტარი შახის მიერ ნაჩუქარსაც, დატვირ თავს და ყველაფერს ღიღინით მოგეხსენებათ გითხარით, რომ სიმღერაც მშვენივრად ეხერხებოდა, აი ესე დაბრუნდება სამეგრელოში. და სამეგრელოში ჩამოსული შედან ჭილაძე ამ ყველაფერს მოუთხრობს ლევონ დადიანს, შარდენს, ბოდი შარდენი რა იყო, ლამბერტს, დანარჩენ სამეგრელოს და ეს ყველაფერი ხდება 1642 წელს. 1642 წელს ღვინის სმაში დაიღუპა ირანის შახი სეფი პირველი. და ეს იყო ალბათ აი გენიალური რაღაც მსოფლიო ისტორიაში ანალოგის არ ქონეს სპეცოპერაცია, როდესაც ქრისტიანული საქართველოს ერთმა კარგმა მოკეიფე ვაჟკაცმა ყანწი და ჭინჭილით ბოლო მოუღო, გაანადგურა საქართველოს დაუძინებელი მტერი თან ისე, რომ ყველაფერი იქ აი ამ ოპერაციის ჩატარებაში, რაც კი ხეერი ჰქონდა ნანახი, შეჩა
და გამარჯვებული დაბრუნდა საქართველოში. ეხლა შეიძლება ერთგვარად აი ცოტა იუმორითაც შეხედოს კაცმა, მაგრამ ეს ყველაფერი ერთ რამეზე ადასტურებს, რომ ყველაფერი ის, რაც ქართველებს გვაქვს ტრადიციული, მათ შორის სუფრა, სუფრის წესი, ურთიერთობა, როგორც ეთყობა ამ ყველაფერს, ძალიან დიდი ფასი აქვს და საგანძური აქვს და ყველაფერს მოფრთხილება უნდა და ეს არ შეიძლება გავაბანალურო და გავაუბრალოთ. და ამავდროულად ალბათ არ უნდა დავივიწყოთ არც ერთი გმირი და არც ერთი ცნობილი პიროვნება. და ესეთი ერთ-ერთი საქართველოს დიდი მამულიშვილი და პატრიოტი, დიდი თამადა, დიდი მომხენი და ღვინი და ყანწით ირანის შახის დამამარცხებელი და დამამხობელი მეგრელი გმირი შედან ჭილაძე. დიდი მადლობა ყურადღებამ, თუ გვისმენდით, საერთოდ ზოგადად ყურადღებისთვის, რომელსაც იჩენთ, როდესაც აკომენტარებთ და თუ თქვენთვის ესეთი ამბების მოყოლა, გახსენება მისაღებია, მოგწერეთ, გითხარით და შევეცდებით, რომ რაც შეიძლება მეტად გავიხსენოთ. ერთი შეხედვით თითქოს და არასერიოზული ამბებიც, მაგრამ ამბები, რომელიც არის ჩვენი ერის ისტორია და ალბათ არც თუ უნიშნავი. იმიტომ რომ მსგავსი მაგალითი რაც შედან ჭილაძემ მოიმოქმედა მსოფლიო ისტორიას ყოველ შემთხვევაში მე არ მახსენდება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.